წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გელოდებათ გადაცემა სახელწოდებით ოდაბადეშ კინოხონი. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. შევიკრიბეთ მე და ბატონი ლაშა ჯიქია, ჩვენ ორნი ვუძღვებით ამ გადაცემას. მე სოფია ხუციშვილი და ისტორიკოს-მკვლევარი ლაშა ჯიქია. ჩვენ სტუდიაში ვართ და როგორც ყოველთვის ვემზადებით თქვენთან შესახვედრად. ძალიან საინტერესო თემა მოგიმზადეთ, როგორც სხვა წინამორბედები, თუმცა მათთვის ვინც პირველად გვისმენს, ან ეს არის შემოგვერთა, ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენი გადაცემის შესახებ. გადაცემა სახელწოდებით ოდაბადეშ კინოხონი. ლაივ რეჟიმში FM 105.9 და ინტერნეტით რადიო ათინათი წერტილიჯი გადის ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე და ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ ვებზე. ამავე მისამართზე რადიო ათინათი წერტილიჯი, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. რაც შეეხება ამ გადაცემას, კიდევ ერთი ყველაზე მთავარი ნიშა ორ ენაზეა: მეგრულად და ქართულად. ჩვენ უკვე მზად ვართ, ცხადია თქვენთან შესახვედრად, სულ მოთმოთ ველოდებით ხოლმე კვირიდან კვირამდე ამ ყველაფერს. ბატონაშა საღამოშვიდობის. კალბატონო სოფიო, ტრადიციულად მივესალმები ჩვენი რადიო ათინათის მსმენელებს. თქვენ უნჯუაჯგირობუაშ, ჭკი რადიო მარჩკილებ, ხემარდიულე კოპედად მიარეწანებს. უნჯუაჯგირობუაშ და დღეს სერიულად განვაგრძობთ თემას, როგორ იმოსებოდნენ ძველ სამეგრელოში, მთელი კულტი აქ და მთელი ამბები და ისტორია. მაგრამ დღეს ცოტა ესეთი თემა გვაქვს. დავაანონსეთ, ეს ეცოდინება ყველა მსმენელს და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მიცის, იმიტომ რომ სულ მოუთველად ელოდებიან ხოლმე ხუთშაბათს. დღეს რაზე ვსაუბრობთ ბატონაშა უფრო კონკრეტულად? ანუ ეს დღეს არის სასურდო, ანუ მიცვალებულის ტანსაცმლის შემოსვა, თუ როგორ ხდებოდა ძველად, ამაზე არის საუბარი, მოკლედ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა, რა ტრადიციები იყო, თქვენ წარმოგიდგენთ რა კაცკი მოდა ფიგურირებს, ანუ მიცვალებულსაც მოდურად ეცვა და თანაც რა ქსოვილი გამოეყენებინათ, ამასაც ეპოქა განსაზღვრავდა. ანუ იმ ეპოქაში რაც იყო პოპულარული, ქსოვილი ის იყო თვითონ მიცვალებულისთვისაც აუცილებლად შესამოსელი და მოკლედ სხვა ვარიანტები გვაქვს, ეს იყო შესამოსელი, ეს იყო ჩასაცმელი, ტანსაცმელი და ასე შემდეგ და მოკლედ ამაზე გვექნება საუბარი. მოკლედ მიცვალებულის გაპატიოსნება იყო მთელი რიტუალი და ამბები. ამჯერად სამოსზე გავამახვილებთ ყურადღებას. ცხადია, ჯერ მეგრულად, ტრადიციულად და შემდეგ უკვე ქართულად გისმენთ ყურადღებით ბატონაშა. გირჩხილეთ, დიო მარგალიურო. მუჩხოკო რაგად მარგალიურო, ჩქინ ოპეკურ ნინაშა ქობთქუათ, ჩქინ ნანაშ ნინაშა, ამდღანერ ჩქინ ჩიებაში, თართემარე, სასურდო, ურელის სურდუა, და მერცხილი რიტუალ თეჯოხორ წკინუა. ვირკოჩორ ჩქინელი მუჭო სამარგალიოს გიშაკერ ზაფილო უჩქუდეს ღურელის კულტიცკმა მერცხილ ცერემონიებში თხილუადო თხოზე. თე ცერემონიებ უჭარ კალონირდუდო ირკოჩის უღუდ მუნოვალება კონწარო დოთხილეკო მუშკინოხიშ დოტებულ ტრადიციებ. ათეშერდ თე ტრადიციებ ბრეხანს ქუდოსკი ჩქინ ჯვეშეფიშ რინას. იძირე მუჭოთ ღურელის გვალადო თეცკმა მებუნაფილ ჯეშობუ რიტუალებ საქორთუოს უმოსობ ჟადალა კანცრე თხილერ. მუჭო მითრე შონე აფხაზეთ და სამარგალო. ჩქინელრე მუჭოთ გვალაშ წესებს სხვადასხვა კათაშ რინას ბრეს საერთო უგუნადო თეს უნივერსალურ ხასიათხოვლიო, მაგრამ რე ნიუანსებს ოდეთ ხვალე კონკრეტულ ლოკალურ აკანშორე ათე ვარდა თიწეს თხილერ. ათე ღანკეთ სამარგალო ართიართ გიშაგორილ კუნთხურე. სამარგალოს ღურელიში მკოლუაფაშ მუშწეს უღუდეს. კოჩდ ღურუდუნ ხვადუ თიშ თეჯდ ზახინერ წკინუა. თენარდუ ღურელიში ბონუაშ და ბარგიშ მკოქუნაშ რიტუალი. მარწკინალი უმოსურდ ფანიაშ მაკათური. ვარდა მეძობელი. ვარდა ხოლო თე ანბეშ რჩქინელი კოჩ. ნამუც სამოხიოს ათე ღანკეთერდ გიშაგორილ. მარწკინებს მაჟანერო მასურდალი. ბარგიშ მოხუნავაცხოლო უძახუდეს. მუჭოთ იძირენ ნაგვიანა ბორჯის ღურეც ახალ ბარგის მკაქუნანდეს. ვარდა ახალ მატერიად სურდანდეს. მუკნაქუნა ბარგიდო თენა ხვაშ მინაჩენ ბარგვარდუ შროქორდუდა თენა კონწარო ვეშილებე თეთ ღურელის თხორუა მუშენდა ქუანდეს მუდგარენ უბადოს განკუოთანცია თიშფანიას. მარა გვალო ჯვეშ ბორჯის აშ ვახვადოთ. თექ შვანერომიშ ანბე. კერძოთ ჯვეშ ბორჯის ღურელის მკოლუაფა იჭყაფუ თიშ ბონუათ და უკულ ბარგით მონწყუალათ. ღურეს სურდანდეს მუკნაქუნა მარა გიშ
გიშნაგორა ჯგირ ბარგით თენა უმასურდ გურგინიშ გედგუმაშ დღას სინჯადო მოჭყუდუშ მუკაქუნალ ბარგე ვარდა ხოლო სასუმაროდ გმორნაფილ თეჯდო ძახინელ ჯგირ ბარგიშ კოლექციაში გიშნაგორა ართხე მუკაქუნალი ჯეშ მარგალეფირ შკინათ ღურელიში ოსურდალ ბარგი ღურელს მუშ შურდგომას არ შეიშნო კაფოტკო მუკნაქუნა ღურელიში მუკაქუნალ ბარგებში სამარგლოს მიღუნა ჟირ თარ ჯოხონა თენარეს სასურდო დო ღურელიში მუკაქუნალ მინშახოლო თქონა ონთხორალ ბარგეს მარა თენა ნაკლებო გიმირნუა ათე გიმაკოროცხილ ტერმინებში მართა რეს სასურდო თენარეს სუდარაშ ჩირელ ფორმადო მუჭოთ მიჩქუნან ამ დღანერ დღას გიმირნუა თე ტერმინ მუჭოთ ღურელიში მუნაფორალ მატერიან თეში სამარგალოს ათე ტერმინი შხოდოშხო შანულობარე თხილერ გინო ჩამოეფით იძირე მუჭოთ მაეჩა უკუნიშკა ბორჯის ხოლო კათას მუნეფის ჯეშებში შუნა მუჭოთ მუნეფის ბაბუებდო ბებიებ სასურდეს უძახდეს გინძე შინიან ოსარესდო თუდოიან კურთაშ კომპლექტაციას თე ჟირხოლოს ართო ქოთ ოსურ ადამიანებშოდო ქოთ კომოკათაშო ოსურდალო ირნუანდეს თე შუმოს წოხლე სასურდეს უძახუდეს ხალათის ტიპის გინაქუნალს მარა თენა გვალო ჯეშ ბორჯის ღურელიში მილაკირალო საჭირო ჩე მატერია შანულენთ თედო სახოკია გინოფჩანა ნამუდა სოიშახ ღურეც ჭკუდის ინასვანჯუანდეს თეშახ წყარით გობონუნდეს დო ჩე სასურდეს ქიმლაკირანდეს მუშენ და ოშურეთის სოდეთ კოჩ მიშუნ თექ შხეფი წოხლე ბონილდო ჩე სეჯდო ძახინელი საშიშვლოს მილაკირე კოკო გიგედირთუკო თედო სახოკია შათე გინოჩამად იძირე მუჭოთ საშიშვლო ტერმინ მანგო უძირანს სასურდის ჯუეშ ფუნქციას მუდა თაკ აკაეთოკო მილაკირესკო ღურელინ სერგო მაკალათია ხოლო გინოფჩანა სასურდის ღურელიში მილაკირუაშ ფაქტებს შხვადოშხვა ბორჯის სასურდ მატერია თხვადუნა ტილო ბამბე და არეშუმიშ მატერიები ასეთი ნახოლე ქოფშინუათ ნამუდა ჯეშო პატნეფით ნაღურას ტაცალენ თხორუნდეს თის მოწუან კაკუნანდეს ღურელიში სასურდის მილაკირუა წეს თენა მერცხირე იალონ ბორჯიშ ქრისტიანობაშ მუშულა პერიოდიშა თენა ბიზანტიაშ ქრისტიანო რიტუალების ტრადიციარჩკო თაკ მუშულირ ოინტერესრე ნამუდა სამარგალოს ამთახოლო თხილერე ტერმინ გობიზინაფა ნამუდ მანგო მერცხილო რე ღურას შანულენს ორაგადერე ნამუდა ბიზონ ბერძემულო შანულენს არეშუმს დო გობიზინაფილ არეშოს მილაკირიც რიტუალ მუჭოტიძერე მარგალურ ნინაკ დოთხილო სამარგალოს ტრადიციულო სინჯადო მოჭყუდუშ გურგინიშ გედგუმაშ დღას მუკნაქუნა ბარგეფის ჩოლას კაბეთ შანულობას არზენდეს მუშენდა ათემ დღას მუკნაქუნა სასინჯოდო სამოჭყუდო ბარგეფის ღურელიში მუკოქუნადო ინო უნაფა მანგარ ჯამიერებად იკოროცხუთ ჯეშო მუჭოთ ჟიფშნიეთუნ თეშ ითურუდ ღურელიში მიკაქუნალი ბარგეფის მატერიადო თეს აბუ გეძებ არ პერიოდის ვაშნერ შალდო არეშუმიშ მასალაშ გიმორნაფა მუშენდა თქონდეს თეში ლეფია ღურეცია გაწვალენცია მუშენდა კაბეთ ხანს სკუდუნია უორადო მარა ათენა უმოსო ჭიჭე დასაჯერებერე მუჭოთ იძირენ ღურელიში ოსურდალ ბარგი მანგორე მერცხილ ეპოქაშ პოპულარული და ფართას გემორნაფილ მატერიებშა უთხილანდეს ხოლო ღურელიში მორხიალერონ თხორუას ენა ხოლო ქრისტიანობა ტრადიციებს გმართ მერცხი ვარა თეშახიან ბორჯის არქეოლოგიურ მასალებს იძირე მუჭოთ რეელი სკომობიებით რე ღურე გოხაჭუჭელდო თენა ოძირანს მუნერ შელებუანდო მუიცოცხალიან რინასუნთის მარა ნაგვიანა ბორჯის ენა ქრისტიანობაში გულ ღურეს სკომაშიაებს კოჩიშ ოძირაფალო გამაღეთკი გიობუნუანდეს ვარდა ფუმაგანტეს ხეს მარწკინდის მარა მუჭოთ ჭკუდის ქინასვანჯუანდეს თეთე გამანწყოდეს და დუთხინუანდეს თენებს ღურეს ჭკუდის ინოსვანჯაფაში უკულ უნწყუნდეს დუდიშ კინაკირაც ურიშ პიჯის ორტყაფუს მადვალარს უნტას ქოფთკუათან ირფეც მუსუთთინებ თე ჯეშეფიშ არზით ღურელიში გაწვალება შეულებოდო ათე წესი ამ დღაერდღაშარე თხილე ჭკუდის ინოსვანჯაფაში უკულ ოცადოდეს ღურეშა მუდგაინ ინო უნაფილ არტ მეკონიშენ ქათოხირავდესკო და ფანიაშა დურთინუავდესკო თიშ შკურანჯი თორთუდეს თეს ღურეც ხეკ ვეგნაუნკო და ფანიას ფენდა გვაუდინკო ღურელიში ბარგეფიშე კანკალე შხებს აჩუქენდეს მარა აუსლებერდუ არტხე ბარგდო ჯაჭუჭურებ დოჩუესკო მუშენდა ღურელიში თხორუაში უკულ თენებს გოფაჩუნდეს და თენა განგარავლო უღუდეს ათეცალ გერჩაფილ ბარგებს ნიშანს უძახუდეს ნიშანს ირნუანდეს ხოლო ხვადო ღურელიში ონგარალო ნამუშ მოსვანჯაფაკ ამოხვად მუდგარენ ბაზაზი და თიშ მუკნაქუნა ბარგის გარჩანდეს და თის განგარდეს ათეჭგურა სიტუაციას ონგარის ცერემონიალი შუკული ათე ბარგის გეჭოფუნდეს ეზოშა არფაშა გალი გეგნიღანდეს და ბარგის ელემენტებს კერს მოჭგრებს გდურიგენდეს მაჟრა ვარიანტი ნიშანს ჟარნეშ დღას გეგიოსვანჯუანდეს უდეს მუშენდა ღურელის შურ ჟარნეშ დღას ვათხუთ მარგალეფირჩკინათ მუშუდეს და უკვე გინი შოშურეჩა ათე ჟარნეშ დღას ირ შურიშხას საბატონს მუჭოდ შაგი ნიკინანდუნ ქიმიშეს ნიშანს გალი გაგმიღანდეს და ღურეს თაშ ინგარდეს მათენა მაპჩკიმთოლით ნაძირებ თე ნიშან მუჭო გერჩუდუნ კომახოლო მა ასედე მეჭყორდ თე ამბეკო არა გვიან შახრთუთენა მაჩკიმთოლით ბრელდი ხას მაპთენა ნაძირებ და მამუშკორდეთ ზარენები ვარ საქორთუოს შვადო შვაქიანას მედინდო ვეძირ ღურეშა ვეგიგორო სულ გეგნოის მუდას თიშნერ მუდას ზღვას დიშკიდუ და გორუნდეს მსხანს და ნიშანკი გიორჩეს და
თესინგადმა ბაღანავორ ჭიჭევორდმა მაბნაძირები ოდო თეკ მდგან ქიაშმაიდამ და მახვაბლი ჩქიმთმა თა ტვინსკინ მაბეჯი მამაშკურინ მეზობელი შეჭაგენობთ დო ჩქიმთოლით მაბნაძირებ ჩეოლებრივო მადوارარ ხოლო გეძუ ყვალი ხურელი სხეული ვარ ვარა მუკაკუნა ლირფელი რიტუალი ხოლო თელა ჟარნეჩ დღას თაშირდო ო იდო რიტუალი ხოლო იგივე ერთხელ მუჭო ჩოგები ხურელს ინგარანთეში და თე ბარგესვანჩი თაკ ანუ გიშნაგორა ბარტი სასუმარო დუღუდა არჩგირ ბარგენ თურეში გაგშაგურუნდეს ართხე ბარგეს კიგიესვანჩუანდეს და თაშირდენა არ ვიცი აი რა ვთქვა ზოგადად ვერაფერს ვერ ვიტყვით ეს იყო წმენა ეს იყო ისტორია ეს არის წარსული ჩვენი და ძალიან ბევრს ბატონლაშა მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნეა ჯერ ამ რაღაცებს ხა არ დავკონკრეტდებით ცხადია მაგრამ ცოტა ესეც ადგილებში ღრმა სოფლებიო რომ იტყვიან ხემდე არის მსგავსი რაღაცები შემორჩენილი კი ნამდვილად უფრო მთისინა სოფლებში კი ბატონო იქ ბუნებრივია თავისი ხასიათიდან გამომდინარე იქ უფრო კონსერვატიული ის არის ანუ ცივილიზაცია უფრო ნელ-ნელა შედის და შესაბამისად ეხლა თანამედროვე კაპიტალისტურმა ურთიერთობებმა გამოდევნა ეს ტრადიციები ფაქტიურად აი მყოფი ცხოვრებიდან მაგრამ აქ კიდევ აქ-იქ შემორჩენილია ეს ნიმუშები დიახ და სხვათა შორის კიდე ერთი ძალიან ისეთი რიტუალი ამას არაფერ შუაში არ არის ცოტა გადახვევაა მაგრამ აი სულის მოყვანის რიტუალი ეს ძალიან მნიშვნელოვანია თეთრი ძაფით რომ მოყვანოთ იქ მამალი ფანდური და რაჭელი რიტუალი ფაქტიურად აი თვალხილულად შეგიძლია თვალნათლივ ნახო რომ აი როგორ იქცევა თვითონ მამალი ცოტა უცნაურად მიცვალებულთა მიდის ზედა აფრინდება მე ყევს დაიწყებს და მოკლედ ამაზე ესეც იყო ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვის აი ბავშვობაში ძალიან და დღემდე არის ესეც შემორჩენილი მოკლედ ასეთი ამბები გვაქვს ეს არის ჩვენი წარსული ისტორია ძალიან ბევრმა შეიძლება თქვას ეხა დავიზაფრეთ და შეგვეშინდა კიდევაც მაგრამ ეს რეალობაა და მე დარწმუნებული ვარ შუახრის ასაკის ადამიანს ყველას აქვს მსგავსი რაღაცა ნანახი თუ არა გაგონილი მაინც ოჯახის წევრებიდან იმიტომ რომ არ არსებობს სამეგრელოში ცხოვრობდე და მიცვალებულის დატირების კულტი არიცოდე ეს ნიშანის ისტორია და არიცოდე სულის მოყვანის ტრადიცია არ არსებობს ეს არიცოდე თუმცა იქ იყო ერთი გამონაკლისები როგორც ისა ანუ ბატონებით გარდაცვლილი შიშველი იგზალებოდა ანუ ხდებოდა მისთვის ანუ ყოველგვარი ტანსაცმლის გარეშე და აგრეთვე აი მეხდა ამასაც ძალიან ციხო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ამასაც თავისი ახსნა ჰქონდა და შესაბამისად ეს რიტუალი იყო დაცული ხო მეხდარტყმულებზეც ხო კი ამასაც ტაბუ იყო მოკლედ და აქაც ფერი რაღაცა ვაშინერთო ანუ თელის ამაზე შეიძლება მთელი ცალკე გადაცემაც კი ისა მეხდარტყმულებზე ანუ როგორი მიდიოდა მისი კაპატიოსნება მისი დაგზავნის რიტუალი ჯერ ელემენტარული განა ადამიანზეა ხეს როგორ ეკცევიან მეხდარტყმულ ხეს და ეგ როგორ ხდება რომ აი არ ვიცი უბრალოდ სასწაული ტრადიციები იყო წესჩვეულებები და ვერაულით ამას გვერდს იმიტომ რომ ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა ტრადიციის და ისტორიის გაცოცხლებას და თქვენამდე შედარებით მარტივი ფორმით მოტანას ქართული ვერსია გჭირდება აუცილებლად იმიტომ რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ ჩვენს მსმენელებს მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ სასურდო და რწყინვა და რა არის ახლა ამაზე ვისაუბრეთ სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას უნდა ითქვას რომ გლოვი ძველებული წესების ბოლო დრომდე შემორჩენის ფაქტები საქართველოს კუთხეებიდან უფრო დასავლეთში შეიმჩნევა ამას ყველა აღიარებს განსაკუთრებით კი ეს არის აფხაზეთში სვანეთსა და სამეგრელოში ცნობილია რომ სამგლოვიარო წესები არა მარტო საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით პოულობენ საერთოს არამედ უფრო ფართო მნიშვნელობასაც იძენენ და ამით ამჟღავნებენ თავიანთ უნივერსალურ ხასიათს სამეგრელოში მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლენითა და გამოწყობით იწყებდნენ ამ პროცესს ერქვა რწყინვა ეს იყო მიცვალებულის რიტუალური შემოსვა ამ რიტუალს ასრულებდნენ გარდაცვლის ოჯახის საახლობლოდან უპირატესად მეზობელთაგან შერჩეული გამოსტილი ადამიანები შემოსველები მესუდარენი რომელნიც განბანის შემდეგ ანუ მიცვალებულის განბანის შემდეგ ახალ სამოს აცნობდნენ და ან სურდავდნენ ცხედარს გვიანდელ პერიოდში ნაცვამის სამოსი დამარხვა უბედურებას მოასწავებდა მით უფრო თუ იგი მკვდარს სიცოცხლეში სხვისგან ჰქონდა მიღებული რიტუალური შემოსვის ნაწილი იყო ჩასატანებელი ნივთებისა და სამოსის შერჩევაც მიცვალებულის შესამოსელი იყო გრძელი პერანგი და ქვედა საცვალი ან გრძელი მთელ სხეულზე შემოსახვევი მოსასხამი ძველ დროში კი მიცვალებულს აცმევდნენ ნახმარ მაგრამ კარგ ტანსაცმელს ეს უპირატესად იყო ქორწილისდღე ჩაცმული ტანსაცმელი ან სიცოცხლეში სასუმაროდ ანუ საგარეო ჩასაცმელად გამოყენებული ეგრეთ წოდებული ჯგირიბარგის ანუ კარგი ტანსაცმლის კოლექციით ტრადიციულად ერთხელ უხმარ ახალ ტანსაცმელს კი მხოლოდ თან ჩააყოლებდნენ უხმარი ტანსაცმლის ჩაცმა მიცვალებულზე არ იყო მიღებული იტყოდნენ ვაშინერსი არ ეგებისო ვინაიდან იტყოდნენ მიცვალებულისთვის ჩასაცმელი ტანსაცმელი ნახმარი უნდა იყოს აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ქონოდაო ჩანაცმები როგორ შეიცვალა გვიანდელ პერიოდში პირიქით ხდება მიცვალებული ჩასაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში ორი სახელწოდება გვხვდება სასურდო და ღურელის მკაქუნალი თუმცა კიდევ გვაქვს ტერმინი ონთხორალი ბარგი თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად გვხვდება დასახელებულთაგან პირველი სუდარის სახეცვლილი ფორმაა და როგორც ვიცით თანამედროვე ყოფაში მიცვალებულის
მიცვალებულის ზემოდან გადასაფარებელ ქსოვილს აღნიშნავს. დღესაც აქვს კი ბატონო. აუცილებელი. კი, ეს ქრისტიანულ ტრადიციამ და სწორედ ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული ყველაფერი ეს და მოკლედ თვითონ აი სასურდო სუდარის სამეგრელოში ამ ტერმინის არაერთი მნიშვნელობაა დაცული გადმოცემის სახით. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებშიც კი ახსოვთ რომ მათი წინა თაობა სასურდის სახელით იცნობდა გრძელი პერანგისა და ქვედასასხლის ერთობას, რომელიც სქესის გამორჩევლად გამოიყენებოდა. უფრო ადრე ამ სახელწოდებით ხალათისტების სამოსელი იყო აღნიშნული. სულ ძველად კი მიცვალებულის გასახელად საჭირო იყო თეთრი ქსოვილი. აი თედოსახო კი აღნიშნავდა, სანამ კუბოში ჩაასვენებდნენ მიცვალებულს, წყლით ბანდნენ და თეთრ სუდარაში შეახვევდნენ, რათა სულეთში, ეგრეთ წოდებულ ოშურეთში, სადაც ადამიანის სული მიემგზავრება, სხვების წინაშე წარსდგეს დაბანილი და თეთრ საშიშვლოში გახვეული. თედოსახოკიას მიერ ამ კონტექსტში ნახმარი ტერმინის სამშიშვლო პირდაპირ მიუთითებს სუდარის ძველ ფუნქციაზე. სერგო მაკალათიაც ამოწმებს მიცვალებულის სუდარაში გახვევის ფაქტებს. სხვადასხვა პერიოდში სუდარად განსხვავებული მასალა ჩანს გამოყენებული. ჯერ ტილოქსოვილები, მერე ბამბისა და ბოლოს ფარჩა აბრეშუმეულობა. ცნობისათვის წარსულში ბატონებით გარდაცვლეს შიშვლად მიაბარებდნენ მიწას. აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის სუდარაში გახვევის წესი ადრე ქრისტიანული პერიოდისთვის ჩანს დამახასიათებელი და ის განსაკუთრებით ბიზანტიურ ქრისტიანული რიტუალის ტრადიციას უკავშირდება. სამეგრელოში დღესაც კი არის შემორჩენილი ტერმინი გობიზინაფა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მიცვალებულის აბრეშუმის ქსოვილში გახვევასთან. ბიზონ ბერძნულად ნიშნავს აბრეშუმს, ხოლო გობიზინაფილი აბრეშუმში გახვევას. ეს რიტუალი მეგრულმა ენამ ამ ტერმინით შემოინახა. საქართველოში ტრადიციულად საქორწილო სამოსელის შენახვას დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ, რადგან ჯვარდაწერილ ტანსაცმელში მიცვალებულის გამოწყობა ან გატანება დიდ სიკეთედ მიაჩნდათ. ძველად მიცვალებულის სამოსელისთვის საჭირო მასალის საგესას ტაბუ აწესრიგებდა. ერთი პერიოდი აკრძალული იყო თურმე მასალა შალისა და აბრეშუმის მოხმარება. მეგრელთა რწმენით აღნიშნული ქსოვილები მიცვალებულს გააწვალებს, რადგან დიდხანს არ დალპებაო. აკრძალვის ეს ხალხური ახსნა ფიქრობ ნაკლებ სარწმუნოა. ჩვენ გონია რომ ეს დამოკიდებული იყო ეპოქის მიხედვით პოპულარულ და ფართო გამოყენებაში დამკვიდრებულ ქსოვილებთან. უფრთხოდნენ აგრეთვე მიცვალებულის სამკაულებით დამარხვას. ეს ტრადიციაც ქრისტიანულ ტრადიციებს უკავშირდება. წინარე ქრისტიანულ ხანაში კი პირიქით სამკაულის ჩაყოლება მიცვალებულისთვის განუყოფელი ნაწილია. გვიანდელ პერიოდში სამკაულეს მიცვალებულს ხალხის დასანახავად კი გაუკეთებდნენ, მაგრამ სასახლეში ჩასვენების წინ შეხსნიდნენ. ასევე უხსნიდნენ თავსაბურავს, გულმკერდს, ქამარს, ფეხსაცმელებს, მოკლედ ყველაფერს, რასაც მათი აზრით მიცვალებულის შეწუხება შეეძლო. ეს წესი დღემდე არის შემორჩენილი. ჩასვენების დროს ცდილობდნენ რაიმე ნივთის გამოკლებას და ოჯახში მოbrunებას იმიშით, რომ მიცვალებულს ხელი არ გადააყვესო. მიცვალებულის ტანსაცმლიდან ზოგიერთის გასაჩუქრებაც იცოდნენ, მაგრამ ერთი ხელი კარგი ტანსაცმელი და იარაღ სამკაულის უნდა შეენახათ, რათა დასაფლავების მერე ეს ნივთები გაეშალათ და მათზე მიცვალებული დაეტირებინათ. ამ მიზნით გამოყენებულ ტანსაცმელს სამეგრელოში ნიშანი ერქვა და იგი სხვაგან გარდაცვლილი და რაღაც მიზეზის გამო ჩამოუსვენებელი მიცვალებულის სახელზე იშლებოდა. ასეთ შემთხვევაში ტირილი ცერემონიალის დასრულების მერე ნიშანს ეზოდან გადაასვენებდნენ, დააშლიდნენ და ტანსაცმლის ელემენტებს ნათესავებს დაურიგებდნენ. სხვა დროს ნიშანს თედოსახოკიას სიტყვებით რომ ვთქვათ, მიცვალებულის მოსაგონებლად ამ მაჩვენებელს 40 დღეს გააჩერებდნენ, რადგან ძველ მეგრული რწმენის თანახმად მიცვალებულის სული ამ მოადის მერე ტოვებს ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ყოველ შაბათს მზის გადახრის მერე ნიშანს ეზოში გამოიტანდნენ და მიცვალებულს ისე დაიტირებდნენ. დიახ, ასე იყო ნამდვილად და არაერთგზის მასალები მოწმობს ამ ყველაფერს და ოჯახიდან გადმოცემული ტრადიციების და ნანახით. ჩვენი თვალით ნანახით. მე პირადად მომსწრევ არ ამისი. ძალიან ბევრი წლის არ ვარ, მაგრამ არც ისე ცოტა. მაგრამ მაქვს ეს პირადად ნანახი ბავშვობაში და დღემდე ძალიან თუდად ჩამჭირდა სხვა შორის მეხსიერებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოკლედ ასე ტრადიციები იყო, გვერდს ვერაული. ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსულია. აი ამ ყველაფერში ხა რაოდენ უცნაურიც არ უნდა ჟღერდეს. არა ბატონო ლაშა, რა ხელ პატივისცემაა მიცვალებულის მე როგორი მოკრძალება, როგორ აი არ შეწუხდეს მიცვალებული და შეუხსნიდნენ იქ რაღაცა ღილს, იქ ქამარს, იქ რაღაცა წინდას ფეხსაცმელს გახდიდნენ. ანუ იმდენად ის იყო, რომ აი იქ მიერშიც კი მის კეთილდღეობაზე, კეთილდღეობა როგორი ნათქვა მიაბჭყალებს ცხადია, მაგრამ აი ზრუნავდნენ. ფოთაშორის აი ჩვენს წინაპრებს არ გაუჭირდათ ქრისტიანობის მიღება, გამომდინარე იქიდან რომ აი წარმატულ ეპოქაშიც ჰქონდათ იმ რწმენა რომ არსებობდა სული და იმ ქვეყნური ცხოვრება. და ამიტომაც ჩვენი თვითონ წინაპრების ფსიქოლოგია მზად იყო იმისთვის რომ მიიღოთ ქრისტიანობა და ამიტომაც მოხდა ასე მარტივად გავრცელება. ეხლა თქვათ მარტივიც არ იყო მთიან რაიონებში, მაგრამ ზოგადად ქრისტიანობა იმდენად ახლობელი გახდა და იმდენად ის გახდა სისხორცეული ქართველი ადამიანისთვის, ეს გამომდინარე იქიდან რომ სწორედ ქრისტიანობაც მოერგო იმ ტრადიციებს და იმ რწმენა წარმოადგენებს და მოკლედ ძალიან ახლობელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის თავისი ბუნებიდან გამომდინარე და თავისი ცხოვრების წესი და ხასიათიდან. დიახ, და აი წლების წინ ჰქონდათ გაცნობიერებული რომ ეს სააქაო ცხოვრება არის
წუთისოფელი, დასაგზალი, აგროვებ იმას, რაც უნდა წაიღო იქით საიქიოში, ხო? და ზუსტად ეგ ტრადიცია და ამიტომაც, რა ვიცი, აი ძალიან ჭკვიანი ხალხი იყო, მოდი ამას ვიყო. თელოღურელეკო ვარდკო. თელოღურელეკო ვარდკო. ადამიანი ორჯერ არ უნდა მომდარიყო, ერთხელ კვდება ადამიანი და იმდენად ღირსეულად უნდა მომდარიყო. ეს თიჟრინას მოაზრუღუნია, თელოღურელ გილურსია, გილელი ანთირუნია. ამბობდნენ ხოლმე, ანუ უკოჩობაშ კოჩი, ენა კოჩო არენი, არჩა ღურევა უკო, აი ეს როგორი ნათქვამია. კი, ზუსტად ამასია. რა ვიცი, აი ძალიან უბრალოდ ერთი ახსნა აქვს ამას, რომ ძალიან ჭკვიანი, გონიერი და შეგნებული ადამიანები იყვნენ ესე. კი ბატონო, ეს განსაზღვრავდა საზოგადოებრივ შეგნებას, საზოგადოებრივ ცნობიერებას და ცხოვრების წესს. ბატონოშა, თემატურად რა შეიძლება ახლა გაგრძელდეს? რაზე ვისაუბრებ? ომორგვალებარგზე ვისაუბროთ, ანუ უკვე სამგლოვიარო ტანსაცმელზე ვისაუბროთ, ახლა ძალიან საინტერესოა. მოკლედ, აქაც არის სხვაობები და ცალკეული ასპექტები, ანუ არ იყო ეს ერთფეროვანი. ანუ აქაც შეინიშნება, ხო, გავლენა ეპოქების მიხედვით იცვლება და მოკლედ ის კი არა ხდება ზოგჯერ კავების დამოკლება, თქვათ, ქალბატონების შემთხვევაში, ხანდახან ხმაწაძებშიც შემოსვა ხდებოდა, მაგრამ ამას განსაზღვრავდა ცალკეული ნიუანსები, აი თქვათ, თუ რამდენად ის იყო ტრაგიკული ოჯახში, ესა თუ ის მოვლენა და ამის მიხედვით იყო თვითონ ტანსაცმლის ფორმებიც განსაზღვრული. დიახ, უბანში ეცვათ, სამუხიო ისურდუდ უჩად, როცა ვიღაცა გარდაიცვალებოდა. და სხვათა შორის ლამბერტს აქვს ძალიან კარგად. სამეგრელოში მიცვალებული დატირების კულტი აქვს აღწერილი რაღაც სასწაულად და აი იქ არის იქ სიღრმეები და დეტალები, მაგრამ მე ვიცი რომ ბევრად უფრო საინტერესოდ გაქვთ ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, დაწერილი და გაუზიარებთ ამ ყველაფერს ჩვენს ერთგულ მსმენელს მომავალ ხუთშაბათს. მადლობა ბატონლაშა. მადლობა თქვენ. დიდი მარდით, ეჯგუეჯგირ გინო ჩამეფშენ. დაგემშვიდობებით, ასეთი გახდა დღევანდელი გადაცემა, არანაკლებ საინტერესო გეოლდებათ მომავალ ხუთშაბათს, ასე რომ გვისმინეთ ყოველ ხუთშაბათს 18-ზე და 18 წუთზე FM-ზე 5 და 9, ასევე ინტერნეტი რადიო ათინათი წერტილიჯი. ნახეთ ჩვენი ყველა გადაცემა ამავე მისამართზე, ვებგვერდზე, Facebook გვერდზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე. დაგემშვიდობებით ჯგირო ზოჯუნდათ. დაგემშვიდობებით ქალბატონ სოფიო, თქვენის ნებართვით დამშვიდობებით ჩვენს რადიო ათინათი მსმენელებს. ჩქენ რადიო მარჩკლებ, ჯგირო ზოჯუნდათ, მარტი მახარობაც. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.